როგორც ჩანს, ორივე მხარის მოთმინება ამოიწურა. ახლო აღმოსავლეთში ომი ახალი ძალით აგორდა. ირანი ამ თუთებში მასიურად უტევს რაკეტებითა და დრონებით აშშ-ს სამხედრო ბაზებს ქუვეითსა და ბაჰრეინში. ასევე სამოქალაქო გემებს რამუზის სრუტეში. ამერიკის შეერთებული შტატების არმია მეორე დღე-ღამეში ავიადართმებს ახორციელებს ირანის ტერიტორიაზე, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ საჯაროდ ემუქრება ირანს, როგორც ქვეყანას განადგურებით. და ეხლა უკვე თეირანში პირდაპირ და ღიად მსჯელობენ იმაზე, თუ რატო არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბირთვული იარაღის შექმნა. და არც ერთი მხარე ეხლა უკან დახევას არ აპირებს. ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმზე თითქოს ყველამ დაივიწყა. სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე დარღვეულია და არანაირი აზრი არ აქვს მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ კი თუნდაც ზავის საბაზისო პირობები ირღვა. ამასობაში საუდის არაბეთში იდუმალ ვითარებას ჩამოვარდა ქვეყნის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის საუდი არამკოს ვერტმფრენი. ამავდროულად ვაშინგტონში ისრაელმა და ლიბანმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ როგორც ისრაელში, ასევე ლიბანში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად ესმით, რომ მიღწეული შეთანხმება შეიძლება რეალურად არასდროს იქცეს. და ამის შესახებ ოფიციალური პირებიც უკვე პირდაპირ საუბრობენ. და როგორც კი ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, ისრაელმა მაშინვე განაცხადა, რომ კვლავ მზად არის ლიბანზე თავდასხმისთვის. მოკლედ, მოდით ახლა გავარკვიოთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ამ მომენტში, დღეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები კომპლექსურად. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს აღი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მაშ, ამ გამოშვებას დავიცრებ ახლო აღმოსავლეთიდან ყველაზე ხმაურიანი სიახლით. და ეს სიახლე რაც კი ეხება ირანსა და აშშ-ს შორის ამ ურთიერთდარტმარს. ის ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას. პროსამთავრობო ირანული გამოცემა ფარსი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დღეს მსჯელობს, რატომ აღარ დარჩა ირანს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შექმნას ბირთვული იარაღი. კომენტარი გამოჩნდა საინფორმაციო სააგენტო ფარსში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანის პოლიტიკური და ძალოვანი ისტებლიშმენტის გარკვეულ ელემენტებთან. რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კონსერვატორებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. შემდეგ კი გთავაზობთ ციტატა სწორედ ამ ფარსის გამოცემიდან. ირანს არ აქვს სხვა გზა გარდა ბირთვული შეკავების მიღწევისა, რათა სამხედრო ვარიანტი ირანის ოკუპაცია და დაყოფა გამოირიცხოს. საჭირო სიმშვიდის მისაღწევად ირანმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს ბირთვულ შეკავებას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ დარჩენილი საკითხები სწორედ მოლაპარაკებების გზით გადაწყდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება აშშ-სთან მოლაპარაკებები შესაბამისი პოზიციიდან წარიმართოს. ბირთვული შეკავება ნიშნავს ძალთა ბალანსის მიღწევის შესაძლებლობას შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ, რომლებსაც ატომური ბომბები აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ომი არ იქნება, უფრო სწორად კონფლიქტის მასშტაბები კონტროლირებადი გახდება. და სწორედ ასეთი ფიქრები ირანულ მედიაში გაჩნდა იმ ფონზე, როცა ორივე მხრიდან დარტყმები გაძლიერდა. შაბათის კომერციულ ტანკერზე თავდასხმაზე პასუხად ამერიკელმა სამხედროებმა ახალი დარტყმები მიაყენეს ირანულ ობიექტებს, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული მასშტაბის ომის განახლების შესაძლებლობით დაიმუქრა. ამერიკული დარტყმების მეორე ტალღა ირანზე ბოლო 24 საათში ხდება არმუზის სრუტეში მზარდი დაძაბულობის ფონზე და შეიძლება კაფრთხე შეუქმნას აშშ-სა და ირანს შორის მყიფე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქუვეითის არმიისა და ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს დარტყმებს უპასუხა ქუვეითსა და ბაჰრეინზე დრონებითა და რაკეტებით. ადგილობრივი მედია ციტირებდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებებს, სადაც არმუზის სრუტეში გემებზე ახალი ძალოვანი თავდასხმების მუქარა და მშვიდობის პროცესის შეჩერების შესაძლებლობა გამოითქვა. ანუ ირანში უკვე მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ მზად არიან სრულად შეაჩერონ ეს 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი. მანამდე შაბათს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაარტყა დარტყმითი უპილოტო აპარატი ტანკერ MT Kikus, რომელიც არმუზის სრუტეში გადიოდა და 2 მილიონზე მეტ ბარელ ნედლ ნავთობს ატარებდა. ინციდენტი მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-მ ირანულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, სხვა თავდასხმაზე პასუხად. ასეთივე სავაჭრო გემზე ხუთშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ. შეგახსენებთ, მაშინ ტაივანური ტანკერი არმუზის სრუტეში გადიოდა, მაგრამ ომანის სანაპიროსთან უფრო ახლოს.
ირანელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არ გოს მარად წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიარონ გემებმა არმუზის სრუტე. და საბოლოოდ მათ 4 შაჰედის ტიპის უპილოტო აპარატი დაარტყეს ამ გემს. და აი ამერიკული დარტყმების პირველ ტალღაზე პასუხად ირანელებმა შაბათს დილით ბარეინში მიზნები დაარტყეს. ეს ტანკერზე დარტყმის გარდა. საერთოდ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით განვითარდა და როგორ შევაჩეროთ ეს, გაუგებარი. აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა დარტყმა მიაყენეს ირანის სამხედრო სადაზვერო ინფრასტრუქტურას, საკომუნიკაციო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, უპილოტო აპარატების საწყობებსა და ნაღმების დამგებ მოწყობილობებს. შედეგად შაბათს საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიტ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ შეთხობინებაში გამოვიდა. დაადასტურა დარტყმების ფაქტი და ახალი დარტყმებით და დაიმუქრა. შემდეგ მოჰყავთ ამერიკის პრეზიდენტის ციტატა. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ჩვენ ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქმედებას და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ დაწყებული საქმე. თუ ეს მოხდება, ისლამური რესპუბლიკა ირანი არსებობას შეწყვეტს. გახსენებთ, სულ რაღაც 10 დღის წინ აშშ-სა და ირანს პომპეზურად მოაწერეს ხელი ომის შეწყვეტის შეთანხმებას და დაიწყეს დიპლომატიური მოლაპარაკებები. მეორე დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ციტატა ირანელების უპირობო კაპიტულაციას. თუმცა მას შემდეგ დაძაბულობა მუდმივად იზრდებოდა და არ ჩანს, რომ ირანი კაპიტულაციას აპირებდეს. გარდა ამისა, დრომიდის და ირანსა და აშშ-ს შორის 60 დღიანი ზავისვა და ნელ-ნელა იცურება. მაშინ როცა ირანის ბირთვული პროგრამის მომავლის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. და ამ 60 დღიდან უკვე 10 დღე გავიდა. აი ამერიკული თავდასხმის პასუხი. დღეს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა განაცხადა, რომ მისმა სამხედრო საზღვაო და სამხედრო საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო აპარატები გაუშვეს ქუვეითში მდებარე აშშ-ს არმიის ავიაბაზა ალი ალ-სალემზე. დონალდ ტრამპმა უკვე გააფრთხილა თეირანი, რომ იზოლებული იქნება გაანადგუროს ქვეყანა თუ ისინი გააგრძელებენ. ასევე ქუვეითში ავიაბაზის გარდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი აცხადებს, რომ დარტყმები მიაყენა აშშ-ს მეხუთე სამხედრო საზღვაო ფლოტს ბარეინის დედაქალაქ მანამაში, სალმანიას პორტში. ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, თუმცა ეს ორი დარტყმა ორ სხვადასხვა ქვეყანაში. ქუვეითის სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემა რეაგირებს მთრის სარაკეტო და უპილოტო საფრთხეებზე. სამხედროებმა მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწოდეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა მასშტაბურია. და სწორედ ამ თავდასხმას ირანი ახორციელებს იმ სამხედრო საზღვაო და სამხედრო საჰაერო ძალების დახმარებით, რომლებიც დონალდ ტრამპის თქმით, ირანს უკვე დიდი ხანია აღარ აქვს. რადგან აშშ-მ ისინი სრულად გაანადგურა კიდევ რამდენიმე თვის წინ. ეს ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, როცა რუსები გახსოვთ 2022 წელს ბრიფინგებზე ხვებოდნენ, რამდენი ასეული თვითმფრინავი და ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაანადგურეს. როცა აცხადებდნენ, რომ უკრაინას სამხედრო საჰაერო ძალები უკვე დიდი ხანია აღარ ჰყავს და ასე შემდეგ, დონალდ ტრამპი ზუსტად ასე იქცევა. ამ კუთებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის რეალურად შეიძლება ჩაიშალოს. ბოლო რამდენიმე დღეა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა იზრდება და შაბათს მოხდა მორიგი დარტყმების გაცვლა. აი ეს. და საბოლოოდ მოკლედ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დონალდ ტრამპი ისევ ემუქრება ირანის სრულ განადგურებას. ამიტომ ფაქტი სახეზეა. აშშ და ირანი ისევ ბომბავენ ერთმანეთს. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მყიფე ზავს. და აი დღეს გაეროში აშშ-ის ელჩი მაიკ ვოლტი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს დარტყმებს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, თუ თეირანი არმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლას დაემუქრება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. მაიკ ვოლტი აცხადებს. თუ ირანის რეჟიმი თუნდაც წამით ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელდაკრეფილი იჯდება, სანამ ირანი დაუსჯელად შეუტევს საერთაშორისო გემებს ან ჩვენს ბაზებს, ის სერიოზულად ცდება. აშშ საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს. გამოიყენებს სამხედრო ზომებს მათი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომელსაც ისინი ცდილობენ გამოიყენონ საერთაშორისო წყლის გზაზე უკანონო კონტროლის დასამყარებლად. ტრამპი ყოველთვის მისცემს დიპლომატიას შანსს, მაგრამ პრეზიდენტის მოთმინება სამუდამოდ არ გაგრძელდება. არც კი იფიქროთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა მივახციოთ არა მხოლოდ ჩვენს მიზანს, არამედ მთელი მსოფლიოს მიზანს, რომ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. და აი ყოველდღიურობის პირობებში. სიტუაციის ყოველდღიური გამწვავების ფონზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაიმართება თუ არა სამშაბათს შვეიცარიაში დაგეგმილი მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი აშშ-სა და ირანის ტექნიკურ ჯგუფებს შორის.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ირანი ვალდებულებას იღებს გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს კომერციული გემების უსაფრთხო გავლა ჰორმუზის სრუტეში. თავის მხრივ აშშ-მ მოხსნა ირანის პორტების ბლოკადა. და ასე გასულ კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ JJD Vance-ის ხელმძღვანელობით შეთანხმდა ირანთან, როგორც მათ დაასახელეს, ცხელი ხაზის შექმნაზე ამერიკულ სამხედროებსა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო სარდლობას შორის, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის კოორდინაციისთვის. უკვე მაშინ ბევრმა თქვა, რომ ეს რაღაც სისულელეა. თქვენ როგორ შეიძლება ამის დაშვება? რომ თქვენ ამყარეთ საკომუნიკაციო ხაზს ირანს, ამერიკის არმიასა და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს შორის, რომელსაც თქვენ თვითონ ტერორისტებად მოიხსენიებთ. გავახსენებთ, რომ ქსირი ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი იურიდიულად შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. და JJD Vance ამბობს, ჩვენ დავამყარეთ შესანიშნავი საკომუნიკაციო ხაზი ამერიკის არმიასა და ტერორისტებს შორის. არ ვიცი რა დონის დამცირებაა ეს ამერიკელი სამხედროებისთვის, როცა ეუბნებიან, რომ ეხლა ტელეფონით ზარით უნდა იურთიერთონ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც თავადვე ვაღიარეთ ასეთად. და დღევანდელი მდგომარეობით ეს ცხელი ხაზი ჯერ კიდევ არ მუშაობდა. არავის არავისთან დაურეკოს. სიტუაცია გამწვავდა, რადგან ირანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გემების გადაადგილების კოორდინაცია მხოლოდ მათი მხრიდან უნდა მოხდეს. მაგრამ არის კიდევ ერთი ფრონტი, სადაც ზავის სუნიც კი არ დგას. დღეს გამოცემა Axios-მა უბრალოდ შესანიშნავად აღწერა ეს სიტუაცია. ისრაელში, ლიბანში და აშშ-ში ესმით, რომ გუშინ მიღწეული შეთანხმება შეიძლება საერთოდ არ განხორციელდეს და რეალობად არ იქცეს. წყაროების თხით ყველა მხარე შეშფოთებულია იმით, რომ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალისმიერი რეაქცია ჰიზბალას მხრიდან. ჯგუფირებამ კერძოდ შეიძლება ისევ ჩააგდოს ლიბანის სამოქალაქო ომში, სრულიად უგულებელყოს ყველა ეს შეთანხმება, რომელიც მის გარეშე მიიღება. გარდა ამისა, Axios აღნიშნავს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმება ეწინააღმდეგება ზოგიერთ შეთანხმებას, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში იქნა მიღწეული. და შესაბამისად შეიძლება გაართულოს ეს ზავი. კერძოდ, ირანს უკვე მოახერხა ლიბანში მიმდინარე კონფლიქტის ჩართვა აშშ-სთან მოლაპარაკებებში. ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე მოუწოდებს მხარეებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ლიბანში და უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ანუ იგულისხმება, რომ თითქოს ისრაელმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს. ასევე, როგორც ცნობილია, აშშ-სა და ირანს შეთანხმება აქვთ მიღწეული ლიბანთან ერთად ახალი ჯგუფის შექმნაზე კონფლიქტების პრევენციისთვის. ასევე პაკისტანელი და კატარის შუამავლების მონაწილეობით, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. და Axios-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულმა შეთანხმებებმა შოკში ჩააგდო როგორც ისრაელის, ისე ლიბანის ოფიციალური პირები. მათ ეს აღიქვეს როგორც ჰეზბოლას პოზიციების გაძლიერება და ირანის გავლენის ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში. ლიბანელები კი მთლიანად მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდნენ. Axios ასევე ასახელებს რამდენიმე დეტალს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც წინა დღეს ვაშინგტონში გაიმართა. ჩინოვნიკების თქმით, მხოლოდ ვაშინგტონის მაღალი დონის ყურადღებამ დაანახვა ორივე მხარეს, რომ ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე აშკარა სისწრაფის განცდა არსებობს. აშშ-მ ასევე სთხოვა ისრაელს ტექსტში ორი ცვლილება შეეტანა, რათა გარიგება შედგეს. მათ შორის ერთ-ერთი ლიბანის სამხრეთში მდებარე სოფლიდან ისრაელის ჯარების გაყვანა, რომელიც ამჟამად ისრაელის ოკუპაციის ქვეშაა. ასევე მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი ისრაელის ჯარების ლიბანიდან უფრო ფართო მასშტაბით გაყვანის პროცესისა. ეხლა კი ბოლო საათის ახალი ამბავი. ისრაელმა დაამტკიცა სამხედრო ოპერაციების გაგრძელება ლიბანის სამხრეთში. ამაზეა საუბარი ისრაელის სამხედროების განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა 2 დღის შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ბოლო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა დაამტკიცა ეს გეგმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. 14 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც პარასკევს საღამოს გაფორმდა, საშუალებას აძლევს ცახალს იმოქმედოს, ციტატა, თავდასხმების, მუქარებისა და ჰეზბოლას მტრული განზრახვების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლამ და ირანმა უარყვეს ბოლო შეთანხმება და მოითხოვეს ისრაელის ჯარების სრული გაყვანა ლიბანიდან, ისრაელმაც უარი თქვა ამ მოთხოვნაზე. და საბოლოოდ ვაშინგტონში აშშ-ს ისრაელსა და ლიბანს შორის სამხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგაც კი საბრძოლო მოქმედებები ლიბანში გრძელდება. აი ეს არის ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ხელმოწერილი შეთანხმებების მთელი ფასი. აქცევდელს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი და აწექით ზარს
და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჯერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, მულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.